თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ 26 ოქტომბერს სტამბოლში დაკავებული მერის ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გამართა. სტამბოლის ცენტრალური სასამართლოს მიმდებარედ 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა იმამოღლუს მხარდასაჭერად. აქციას ესწრებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ოზგურ ოზელი, რომელმაც დემონსტრანტებს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად ბრძოლა გაგრძელდება. მანამ სანამ ეს დაკითხვა ჩაგვრა და ზეწოლა გრძელდება, დემოკრატიული გზით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არც არავის მივაყენებთ ზიანს და არც არავის შევალახინებთ ღირსებას. 26 წლის ფარუქ ქილიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს არჩეულ მერს. მე აქ ვარ, რათა ხმა ავიმაღლო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ექრემ იმამოღლუსკენაა მიმართული. მჯერა რომ საჭიროა მისი მხარდაჭერა ბოლომდე. ისინი მოქმედებენ ხალხის ნების წინააღმდეგ, იმ საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ, რომელიც 15 მილიონი ხმით აირჩიეს. სანამ ეს უსამართლობა არ დასრულდება, ბოლომდე გავაგრძელებ მის მხარდაჭერას. ექრემ იმამოღლუს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კონკურენტია, თურქეთის საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.